მადლობას მოგახსენებთ მოგზაურებისთვის. მე ორივე სიტყვით მეტყვით იმ საერთაშორისო ინიციატივის შესახებ, რომელიც დღეს 19 სექტემბერს მსოფლიოს 50 ქვეყანაში ტარდება. ვინაიდან მედია შეიცვალა ტექნოლოგიური განვითარების კვალობაზე არსობრივად და ეს არა მხოლოდ პროფესიულ ჟურნალისტები, არამედ ნებისმიერი მოქალაქე არის ჟურნალისტი და აქედან გამომდინარე ეთიკური გამოწვევები ციფრულ ეპოქაში ახალია თვისობრივად. მსოფლიოში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორი იკრიბება იმისთვის, რომ იმსჯელოს თუ როგორ უპასუხოს ამ გლობალურ გამოწვევებს. ვფიქრობ, რომ მედია ეთიკაზე საუბარი არამც არ ნიშნავს მედიის თავისუფლების ხელყოფას. ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნოლანმა აღნიშნა ერთ-ერთ თავის საჯარო გამოსვლაში, რომ უმჯობესია მედია იყოს თავისუფალი და უშვებდეს შეცდომებს, ვიდრე ართმოდეს თავისუფლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიმსჯელოთ იმ პრობლემებზე, რომელიც მედიაში არსებობს და რომელიც ლახავს ადამიანის უფლებებს, რადგან ეს უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია მედიის ინსტიტუციური განვითარებისთვის. რაც უფრო ძლიერი იქნება მედია, მით უფრო ძლიერი მნიშვნელოვანი იქნება მისი გავლენა დემოკრატიულ საზოგადოებაში პროცესებზე. მე ახლა მინდა ვთქვი მაკობი ქაშავითეს, რომელიც ნახავთ ჯიპას მედიას სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დიდი ძველი მედიის ახალი ქაობის აღზრდაში გაუძღვეს როგორც მისალმების ნაწილს, ასევე პირველ პანელს. დიდი მადლობა, ჩემთვის დიდი პატივია იდეას უნივერსიტეტში მედიის განვითარების ფონდის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა, ძალიან მიხარია, ნახე ადამიანები, რომელიც დიდი ხანი არ მინახავს და რაც არაა თემა, დღევანდელი თემა არის უაღრესად აქტუალური. გამოწვევები მედიაში კი არ კრებულობს, არამედ მატულობს, განსაკუთრებით ეთიკის კუთხით და როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ მედია ეთიკაზე და პროფესიულ სტანდარტებზე. მადლობა ეს არქიტექტურის მოწყობისთვის და მინდა მისასალმებელი სიტყვა განვაცებ ბატონ გიგა ზედანიას დირექტორს უნივერსიტეტის. დიდი მადლობა. მე ძალიან მიხარია რომ იმყოფები საზოგადოებაში ამ წუთში, სადაც მედია ეთიკაზე საუბარი არ არის ირონიული მართლა, იმიტომ რომ საქართველოში პრინციპში ძალიან ხშირად ჩვენ მხოლოდ ესეთი სარკასტული მნიშვნელობით ვეთმართ ხოლმე ამ სიტყვას და ფაქტია რომ მართლაც ერთი გამოწვევაა რომ მედიას თავისუფლება უნდა იქნეს, მედიის თავისუფლება შენარჩუნებული უნდა იქნეს, მაგრამ მეორე გამოწვევაა რომ ის მედია რომელიც გვაქვს ხშირად არათუ ადეკვატურ ასახვას ახდენს არსებული საზოგადოებრივი პრობლემების, არამედ უბრალოდ ამძაფრებს და ხშირად ქმნის ამ პრობლემებს და ეს არის მართლა ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენს წინაშე, რომელიც მხოლოდ თვითრეგულირებისა და განსაკუთრებით საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიძლება დაიძლიოს. ამიტომაც მე ვარ ძალიან მოხარული, რომ დღეს ეს მედიის ეთიკის საერთაშორისო დღე აღინიშნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენ მოგეცემათ გვაქვს მედიის პროგრამა, მაგრამ ვაპირებთ ასევე ძალიან ბევრი დაკეთებას ამ მიმართულებით კიდევ, რათა საზოგადოებას მივაწოდოთ კარგად მომზადებული სპეციალისტები ამ სფეროში. შესაბამისად ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ღონისძიების და ღონისძიების რეალურად ციკლის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს და უსურვო ამ კონფერენციას წარმატებებს. მადლობა ბატონ გიგა, ვთხოვთ ბატონ გაბაშიძეს მარეგულირებელი კომისიის მადლობა ორგანიზატორებს მომხდარებისთვის. ძალიან მოკლედ შემოვიფარგლები, რადგანაც დაწუნებული ვარ დისკუსიების განსაზღვრების შექმნის შესაძლებლობების სხვა. სიამოვნებით მოგისმენთ, თვითონაც საუბარია ეთიკის თემებზე, და არამატული დისკუსიით, თავისთავად საკითხებია გასწავლია ეს თემაპოლიტიკა საქართველოში. შესაბამისად, რასმის დისკუსია იქნება, რასმის აღიარება გამოიყენება.
კანონის საფუძველზე მიღებული კომისიის ნორმატიული აქტი, მარიულების კომისიის ნორმატიული აქტი აუცილებლად ეთიკის დავალაზე საკმაოდ საინტერესო დოკუმენტია, ალბათ ისნოთ და პროფესიულად არის შედგენილი, რამდენად ეფექტურია, რამდენად მუშა დოკუმენტია, რამდენად რა გავლენა იქონია, რამდენად შეუწყობელი განვითარებაზე ბანკში შეგრძნების საგანი არ არის, თუმცა თავისთავად საინტერესო არის. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და საინტერესო ჩვენი მოსაზრებების გაცნობა. ჩვენ ყოველში ეს აუცილებელიც არის, რადგანაც ავამალოთ ბევრი რამ არის კიდევ გაფორმებული. მაუწყებლობის კანონის დაბეჭდის კუთხით, ასევე სხვა შემოქმედებით. დიდი მადლობა კანონების უშუალოდ გისურვებთ და ასომებრო ბექსტენდერზე აზრი განმეორება რაც პროექტები. მართლობთან რამას აქციებს თხოვთ, რომელიც ეროვნული ინტეგრაციის პროგრამას ხელმძღვანელობს. გამოდევთ მოგესალმებით, და მოგესალმებით ეროვნული ინტეგრაციის გაზიარების პროგრამის სახით, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების მხარდაჭერით. ეს არის პროგრამა, რომელიც მუშაობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაზე საქართველოში, მუშაობს ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდებთან და ასე შემდეგ. მინდა ორი სიტყვით ავხსნა, რა თქმა უნდა, მე პრინციპში არ ჭირდება, მეგონი ახსნა მედია ეთიკური სტანდარტები, ეთიკური ნორმები ძალიან ახლო კავშირშია საზოგადოებასთან, საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის განვითარებასთან. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ამ დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს, რადგან დაიწყო ეს საქართველოში ეს ეტაპი და აღინიშნება მედიის ეთიკის საერთაშორისო დღე. მე მგონი ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს დღევანდელ რეალობაში, როცა ძალიან ხშირად ვიწევს შევეჩერებოთ ფაქტებს, რომელიც არის დაკავშირებული არატოლერანტულობასთან, შემდეგ როგორ აისახება ეს მედია, შემდეგ რა ასახავს ყოველს ეს საზოგადოებაზე. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გილოცავთ ყველას ამ შესანიშნავ ინიციატივას და აღარ შეგაწყენთ თავს, მე მგონი ბევრი უფრო საინტერესო მომხსენებლები ყავს მეორე ნაწილში. დიდი მადლობა. მადლობთ რამაზ სწორედ არატოლერანტობის, ჰომოფობიის თემა წამოწია, რომელიც უდიდესი საკითხია მედია ეთიკის კუთხით. ამ თემაზე ქალბატონი თამარი გვესწრებოდა. მე წარმოგიდგენთ მოკლე პრეზენტაციას იმ კვლევების საფუძველზე, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ პრობლემიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ სამოქალაქო პლატფორმა არაფობიას, რომელიც ითვალისწინებს რეაგირებას მედიაში სიძულვილის ენის გამოვლინებაზე, ასევე საჯარო დისკურსში პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი გამოხატვის ტირაჟირებაზე. დღეს ჩვენ ფოკუსირებას მაინც მედიაზე მოვახდენთ და შევეცდებით ვიმსჯელოთ თუ როგორ უნდა მოვუაროთ ამ პრობლემას, რომელიც ცხადია მხოლოდ საქართველოში არ არსებობს, ფობიები არსებობს ყველა საზოგადოებაში, მაგრამ არსებობს მექანიზმები, ეფექტური მექანიზმები, რომელიც დაგვეხმარება დავუძლიოთ ეს განწყობები. ძირითად ტენდენციებს შევეხები, ანუ ჩვენ ალბათ უნდა გავმიჯნოთ ის მედია საშუალებები, რომლებიც თავად არიან სიძულვილის ენის წყარო და ეს არის მათი გააზრებული სარედაქციო პოლიტიკა და არ გულისხმობ მხოლოდ ასალოს, იმიტომ რომ ონლაინ სივრცეში იმატა ძალიან ბევრმა გამოცემამ, რომელიც ძირითადად ეყრდნობა რუსულ ნარატივს, ანუ იმას, რაც ვრცელდება იგივე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება თუ ასე შემდეგ უკრაინაში განვითარებული მოვლენები და არის მცდელობა, რომ წარმოაჩინოთ მოვლენები, როგორც გარედან თავს მოხვეული ძალების მიერ ცვლილებების განხორციელების მცდელობა, მაგალითად იგივე უკრაინაში ხშირად ხდება ამჟამინდელი პოლიტიკური ლიდერების მოხსენება, როგორც სომხური იდენტობის წარმომადგენლებად, სხვა სექტების წარმომადგენლებად, რომლებიც არ გამოხატავენ ადგილობრივი ხალხის ნებას. აქ ნარატივი არის თითქმის იდენტური და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ხდება ძირითადად დისკურსი მიმდინარეობს. მეორე ტიპის ტენდენცია არის, როდესაც მედია არის უბრალოდ სიძულვილის ენის გამტარი და ის ასახავს რესპონდენტების მოსაზრებას,
და ეს არის ალბათ მნიშვნელოვანი მსჯელობის საგანი პროფესიის შიგნით, როგორ უნდა მოიქცეს მედია. ანუ, როდესაც საჯარო პირი არის სიძულვილის ენის წყალი, ბუნებრივია მედია უნდა ასახოს ეს, მაგრამ უნდა ასახოს როგორც პრობლემა, მაგალითი არის ნეტგაზეთის შემთხვევა, როდესაც მან დავით საგანელიძის კომენტარი გაავრცელა, მან ასევე აღნიშნა, რომ რა ხასიათის გამოხატვასთან ჰქონდა ადგილი. მაგრამ ხშირად მაგალითად სოციალურ პრობლემებთან კავშირში ვხვდებით რიგითი მოქალაქეების კომენტარებს, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით მაგალითად, რომელსაც არ აქვს არანაირი ღირებულებები, ესენი არ არიან საჯარო პირები, მაგრამ მედია ფოკუსირებით სოციალური თემების დაკავშირებით დისკრიმინაციას, ქსენოფობიასთან ხშირად აღვივებს სიძულვილს და ამ თვალსაზრისით ალბათ მნიშვნელოვანია, რომ გადაიხედოს სარედაქციო პოლიტიკა და მკაფიოდ ჩამოყალიბდეს მედია, რა შემთხვევაში და რა ფორმით უნდა მიაწოდოს სიძულვილის გამოხატვა. არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მოწვეული კომენტატორები აღვივებენ სიძულვილს, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შევიტანეთ საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში, რომელიც სწორედ ამ შემთხვევაში შეეხება და ჩვენი ღონისძიების ბოლო ნაწილში სტუდენტები წარმოადგენენ იმიტირებულ პროცესს და იმსჯელებენ ამაზე, შეიძლება თუ არა კომენტატორი მოწვეული ჩაითვალოს სარედაქციო პოლიტიკის წარმოუდგენად, ან იზიარებს თუ არა მაუწყებელი ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას იმ შინაარსზე, რომელსაც ავრცელებს. ალბათ საინტერესო кейსია და საინტერესოა მსჯელობისთვის ვნახოთ რა ვერსიას შემოგთავაზებენ სტუდენტები და იქნება თუ არა ეს განსხვავებული მოქმედი სამეურვეო საბჭოსგან. შემდეგი პრობლემა, რაც თავს იჩენს, ეს არის თავად მედიის არაინფორმირებულობა უმცირესობის საკითხებზე და მნიშვნელოვანია, რომ იყოს პერმანენტული კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფებთან, რომლებიც მუშაობენ ამ თემატიკაზე, იმიტომ რომ ბუნებრივია ჟურნალისტს არ მოეთხოვება ყველაფრის ცოდნა, მაგრამ ჟურნალისტს მოეთხოვება ის, რომ როდესაც არ არის ინფორმირებული, მოიძიოს სათანადო კვალიფიციური წყაროები და გაეღვეს საკითხში, ანუ მაქსიმალურად ახლოს მივიდეს ინფორმაციის პირველ წყაროსთან და სტანდარტების გაყრობა კიდევ უფრო აღვივებს იმ სტერეოტიპებს, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. ერთ-ერთი ესეთი საგანგაშო ტენდენცია, რაც ბოლო დროს შეინიშნება, არის საქართველოს მოქალაქე განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანების, იქნება ეს რელიგიური, ეთნიკური თუ ასე შემდეგ, მათი გაიგივება უცხო ქვეყნის ინტერესებთან, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მუსლიმების შემთხვევაში, იმიტომ რომ როდესაც საქმე ეხება მათი აღსარებლობის თავისუფლებას, ხშირად ხდება ამის დაკავშირება თურქეთის სახელმწიფო ინტერესებთან და ალბათ ჟურნალისტებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მოქალაქეებზე და რა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, შესაძლოა მეზობელმა სახელმწიფომ დასვას ეს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში, მაგრამ ეს არამხდარიც აღნიშნავს, რომ ქართველი მუსლიმები წარმოადგენენ ქართველი მუსლიმების უფლებების რეალიზაცია დაკავშირებული იყოს თურქეთის სახელმწიფოსთან. ეს პირველ რიგში არის საქართველოს მთავრობის საქმე და მან უნდა შექმნას პირობები ყველასთვის, რომელიც იქნება თანასწორი. მე შევხედე ხა ტრადიციული და ახალი მედიის ურთიერთმიმართებას, ვინაიდან სოციალურმა ქსელებმა გააფართოვა თქვათ არეალი მედიის და რა გავლენას ახდენს თქვათ სოციალური მედია ტრადიციულ მედიაზე. ერთი არის, რომ ტრადიციული მედია იმპულსს აძლევს სოციალურ მედიას გააღვოს სიძულვილი და ამის მაგალითია კარელ ნაკაიძის შემთხვევა, როდესაც მის შესახებ მედიას სითი არასწორ კონტექსტში გააშუქა მისი ინტერვიუ, ამას სოციალურ ქსელებში მოყვა ისლამოფობიური განწყობების ნაკადი, პიროვნული შეურაცხყოფები მის მიმართ და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს რაღაც სარედაქციო პოლიტიკა, თუნდაც იმისთვის, რომ გაიფილტროს ასეთი მასალები და არ მოხდეს კიდევ უფრო მეტად გაღვივება ამ სიძულვილის. სოციალურ მედიაში იქნება ქსელები, რომლებიც მიმართულია კონკრეტული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ. იგივე ფესტივალი იმედი არის ამის კარგი მაგალითი, როდესაც ხდებოდა რაღაც
გვერდების შექმნა, სადაც 50-იანები მოხსენებული იყვნენ როგორც სექტანტები და ასე შემდეგ კიდევ უფრო მეტად ხდებოდა მობილიზება საზოგადოების ამ ინსტრუმენტის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია არის შესაძლებელი იმის გამო, რომ ქართული ენა არ არის საერთაშორისო ენა, დაბლოკვა ასეთ ინფორმაციის წარმოადგენს პრობლემას და აქედან გამომდინარე საჭიროა მაქსიმალურად ბევრი ადამიანის მობილიზება იმისთვის, რომ რიპორტინგი მოხდეს და Facebook-იდან მოიხსნას მასალა, რომ არ არსებობდეს ენობრივი ბარიერი, ცხადია გაცილებით მარტივად შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება. ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაც არის, ის გამო რომ მოქალაქე ჟურნალისტები დიდ კონკურენციას უწევენ ტრადიციულ მედიას, ხშირად ესა თუ ის სტატუსი ხდება ჟურნალისტის ინფორმაციის წყარო და ნაკლებ რესურს ახმარენ ინფორმაციის გადამოწმებას ჟურნალისტები, მაგალითად შეიძლება იყოს დაინტერესებული, რომ მოგახაჩიძე დიდი კონკურენტია ჟურნალისტების, იმიტომ რომ მოვლენების ეპიცენტრია, თუმცა თქვა არის დაინტერესებული მხარეს, არ ეხება თქვა დისკრიმინაციის ნაწილს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი შემთხვევა იგივე გურია ნიუსის, გახსოვთ ვთქვათ ინციდენტი, როდესაც ერაყის მოქალაქეები ეჭვმიტანილი იყვნენ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობაში, მაშინ გურია ნიუსმა გაავრცელა შოთა აბხაიძის Facebook პოსტი ამ ფაქტთან კავშირში, როგორც დადასტურებული ფაქტი, იმის შესახებ თითქოს ამერიკის საელჩოს ჩარევით მოხდა აი ეჭვმიტანილის გათავისუფლება, რაც იმ ფონზე, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ნეგატიური განწყობა მატულობს, თან ეს ხდებოდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ფონზე, კიდევ უფრო სახიფათოა და ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები ყურადღებით მოედინ და გადაამოწმონ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციები. ამ შემთხვევაში მოსაზრებასთან არ გვაქვს საქმე, რომ ძირითადად სოციალურ ქსელებში ჩვენთან თვალსაზრისი გამოიწვევს. რა მექანიზმები არსებობს ამ პრობლემების მოსაგვარებლად? ბუნებრივია მედია კრიტიკა, საჯარო პრობლემებზე. ინსტიტუციონალური მექანიზმი არის მაუწყებლობის თვითრეგულირების ორგანოები, რომლებიც თვითონ მაუწყებლებმა უნდა შექმნან და ბატონმა ვახტანგმა აღნიშნა ამის შესახებ. თუმცა არ არსებობს ინსტიტუციონალური პრობლემები, რომლებზეც მოგვიანებით შევჩერდები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც არის ნებაყოფლობითი გაერთიანება, თუ მაუწყებლობის შემთხვევაში სავალდებულოა, ქარტიის შემთხვევაში ეს არის უბრალოდ ნებაყოფლობითი, მნიშვნელოვანი კრიტიკის ტრიბუნა არის, ესეც და მომავალში ალბათ კარგი იქნება, თუ მედია საშუალებებით გაერთიანება სავალდებულო იყოს, თქვათ შესწორება, ეს არის მაუწყებლობის შემთხვევაში და ქარტიის შემთხვევაში ერთ-ერთი გამოწვევა და მედია წიგნიერების განვითარება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს ინფორმირებული, რას უნდა მოელოდეს მაღალ პროფესიული მედია საშუალებით და მან ისარგებლოს სამქცევის კოდექსით, იმიტომ რომ მხოლოდ არასამთავრობო სექტორისთვის არ არის ის შექმნილი. ინსტიტუციონალურ პრობლემაზე მოკლედ შევშერდები, ეს არის დაინტერესებული პირის ცნება, მხოლოდ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაასაჩივროს თვითრეგულირების ორგანოში ესა თუ ის შემთხვევა და როდესაც ეხება დაბოლი ნეტვორკის ჯგუფებს, ამ შემთხვევაში რთული არის იდენტიფიცირება, ვინ არის უშუალოდ დაინტერესებული მხარე, თუმცა რუსთავიორის პრეცედენტი, როდესაც მუსლიმებთან დაკავშირებით მან განიხილა ჩვენი საჩუქრად გააფართოვა დაინტერესებული პირის ცნება, რაც თავისთავად არის პოზიტიური. ფიქრობ, რომ მარეგულირებელი კომისიის დისკრეცია შეზღუდულია, იმიტომ რომ არის შემთხვევები, მაგალითად ტელეკომპანია კავკასიამ საერთოდ იგნორირება გაუკეთა ჩვენს არქივას, აქ საუბარი იყო აზერბაიჯანელების მიმართ სიძულვილის ენის გაღვივებაზე და არ არსებობს შემდგომი მექანიზმი, რომელიც აიძულებს მას უბრალოდ იმსჯელოს ამის შესახებ. არც ყოფილა მსჯელობა თუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიგვიწვია და ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიციის გამოხატვის საშუალება, ამ შემთხვევაში საერთოდ უზრუნველყოფილი იყო კანონი და შემდეგი ინსტანციასაც შეგიძლია ეს გაასაჩივრო არ არსებობს. პრობლემა, რომელიც არის, არ ხდება საზოგადოების თანაზომადი ფორმით ინფორმირება დაშვებული შეცდომების შესახებ. ეს არის მაუწყებლობის შემთხვევაში, მაგალითად, რუსთავიორმა დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი დაიდო ვებ-გვერდზე, მაგრამ არ დასულა იმავე გადაცემაში. ხარტის შემთხვევაში, მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც
ქარტია აკეთებს და კარგია რომ საჯარო კრიტიკა მიდის, მაგრამ ჩვენი ამოცანა ხომ არის რომ საზოგადოებაში ვიყავით შეცდომაში და საზოგადოებამ გაიგოს ამის შესახებ და ალბათ მომავალში მე ვფიქრობ რომ ამ ეტაპისთვის ესეც კარგია, მაგრამ მომავალში ალბათ ამ მიმართულებითაც უნდა ვიმუშაოთ. აი ჩვენ მქონდა მოკლედ თქვენი დაგირდა და დეტალურად არ შევჩერდები წარმატებული საქმეები რუსთავიელმა დააკმაყოფილა საჩივარი, ქარტიამ დააკმაყოფილა რეზონანსის შესახებ, ინტერნეტ პორტალმა ამდენჯი მოხსნა თავის საიტიდან მარიამ ქოჩალაძის მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მას შემდეგ რაც დაუკავშირდით და ეს აჩვენებს რომ მაინც აქვს თავისი შედეგი თვითრეგულირების ორგანოთა ამაზე მუშაობას. ტელეკომპანია იმედმა აღიარა თქვათ მედიაჯისთან ინტერვიუში რომ სამცხე ჯავახეთის სიუჟეტში გაზვიადებული იყო მათი შეფასებები, მაგრამ ის გააკეთა თქვათ მედიაჯისთან კომენტარში და ამოახდინა თავისი მაყურებლის ინფორმირება. ეს არის ალბათ გამოწვევები, რომელიც მომავალში შეგვიძლია ვიმუშაოთ. ეს არის ჩვენი საიტის მისამართი შემდეგ დაჯილდოების ნაწილში წარმოგიდგენთ უფრო დეტალურად და აქ არის დასაჩივრების ანკეტა და ჩვენ გვგებავთ საზოგადოების მეტად ინფორმირებას ამ მექანიზმების შესახებ იმისთვის, რომ მათ მოგმართონ და ერთად შევცვალოთ გაშუქების ის კულტურა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს, ცალკეული ინდივიდის უფლებებს და ხშირად არის დისკრიმინაციული. მადლობა ყურადღებისთვის და შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავთ. დიდი მადლობა თამარ ორგანიზატორებთან ჩვენ შევთანხმდით რომ კითხვები, კომენტარები დისკუსიის ნაწილში იქნება, ამიტომ თუ შეიძლება დაემახსოვროთ კითხვები და კომენტარები. მანამდე კი ჩვენ ვთხოვთ გოგი გვახარებს გვესაუბროს რადიო თავისუფლების ეთიკური სტანდარტების შესახებ, იმიტომ რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ეთიკური ჟურნალისტიკის. ვთხოვთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ამ კომპლიმენტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა და როდესაც შეიძლება ითქვას, რომ მედია დამოუკიდებელი გახდა საქართველოში, ჩვენ მუდმივად გვესმის კითხვა, რა საჭიროა რადიო თავისუფლება, როდესაც მედია არის თავისუფალი საქართველოში. უნდა გითხრათ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთული იყო ყოველთვის, რადგანაც ჩვენი რადიო მაუწყებელდა დღეში 2 საათი სულ დილით და საღამოს, ღამის პროგრამა ნაწილობრივ იმეორებდა საღამოს პროგრამას, ამიტომაც ნამდვილად ვერ დავიტრაბახებდით იმით, რომ ჩვენ ვაწვდით პირველი რაღაც ახალ ინფორმაციას რადიო მსმენელს, უბრალოდ ამას ვერ ვასწრებდით. ახლა ბევრი რამ შეიცვალა, ჯერ ერთი ის, რომ რადიო გადავიდა 24 საათიან მუშაობის რეჟიმში. ეს ცვლის სიტუაციას, პრინციპში ჩვენი რადიოს შესახებ ინფორმაციას კი შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ საიტზე, სადაც კიდევ ერთხელ ვახსენებთ, რომ ეს არის კერძო საერთაშორისო სამოუწყებლო კომპანია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აფინანსებს და ჩამოწერილია გაეცნოთ მისიას რადიო თავისუფლების, მაგრამ აი მე ახლა გადავხედე კიდევ ამ ინფორმაციას და უნდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად ეს ინფორმაცია ყოველდღიურად იცვლება. შესაბამისად იცვლება რადიო თავისუფლების მიმართ მისი დამფუძნებლების შეიძლება ასე ითქვას დამოკიდებულება. თუ სადღაც ვთქვათ 6-7 წლის წინ პრიორიტეტი იყო სწორედ ინფორმაცია, გადამოწმებული ფაქტები და მხოლოდ ფაქტები შეიძლება ასე ითქვას და მინიმუმ შეფასება და კომენტარი, სოციალური ქსელების გაჩენის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. რადიო თავისუფლების საიტზე გაჩნდა ბლოგები. ამ ბლოგებმა შეცვალა სარედაქციო პოლიტიკაც ფაქტობრივად, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ბლოგები უფრო რეიტინგულია, ვიდრე რადიო თავისუფლების გადაცემები, პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად, როდესაც რადიოს თავისუფლების საიტზე თქვენ გაეცნობით ასეთ ინფორმაციას, აქ კომენტარების შესახებ წერია, რომ კომენტარების გამოქვეყნება როგორც წესი არასასურველია. რადიო თავისუფლება ამჯობინებს შეფასების და არა პირადი მოსაზრების გამოთქმას. რადიო თავისუფლება ვის თანამშრომელთა მიერ კომენტარების დაწერა დაშორებულია მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში და მხოლოდ სამოუწყებლო ნაწილის დირექტორის ან მისი მოადგილის წინასწარი თანხმობით.
რა თქმა უნდა, გარკვეულ წინააღმდეგობას იგრძნობთ. თითქოს აქ საუბარია იმაზე, რომ რადიო თავისუფლება ამჯობინებს შეფასებას, მაგრამ არა კომენტარს. ბუნებრივია დაისება კითხვა, რას ნიშნავს შეფასება და რას ნიშნავს კომენტარი და როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შეფასება და კომენტარი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წინააღმდეგობა აქ არ არის ნიუანსები, რა თქმა უნდა, და ალბათ ამ ნიუანსების გაცნობიერებაა საჭირო. მაგალითად, როდესაც ბლოგერი წერს ბლოგს, მან უნდა იცოდეს, რომ ის თავის დამოკიდებულებას გამოხატავს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, ან რომელიმე პოლიტიკოსის მოსაზრების მიმართ, მე მას ხაზს ვსვამ მოსაზრების მიმართ და არა პოლიტიკოსის მიმართ. შეიძლება ეს ნიუანსია, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია და ამ ნიუანსში იმალება შეიძლება ითქვას, რომ საიდუმლოც კი ეს ბლოგერმა უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ როგორც ხედავთ, არც იმდენად თავისუფალია ბლოგერი, აქ პირდაპირ მითითებულია ის, რომ კომენტარის დაწერა დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ სამოუწყებლო ნაწილის დირექტორის ან მისი მოადგილის წინასწარი თანხმობით. ასე რომ არ დაგიმალავთ, ყველა ბლოგი, რომელიც გადის ჩვენთან საიტზე, მანამდე სანამ გამოქვეყნდება საიტზე, ამ ბლოგებს კითხულობს დირექტორი ან მისი მოადგილე. ეს ერთი საკითხი. მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ეს არის შეზღუდვები, რომელიც გვაქვს რადიო თავისუფლების თანამშრომლებს. მაგალითად, რადიო თავისუფლება გრძალავს ფარულ ჩაწერას ტელეფონზე. ფარული ჩაწერა აკრძალულია ყველა შემთხვევაში, ანუ როდესაც ჩვენ ვესაუბრებით რესპონდენტმა ნამდვილად უნდა იცოდეს, რომ მას იწერენ. თუ მან უარი გითხრა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათ ის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას ფლობს, მისი ინფორმაცია ეთერში არ გავა. ჩვენი რადიო გრძალავს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა კულუარებში ამბობენ, ან ანონიმმა წყარომ გვაცნობა და ასე შემდეგ. Როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ანონიმი წყაროს ინფორმაცია, ის ეთერში არ გავა, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია კომერციული თვალსაზრისით პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას, ის ძალიან მომგებიანი შეიძლება იყოს. როდესაც ამ ინფორმაციას გაეცნობთ, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც პირადად მე ძალიან მომწონს და შეიძლება ითქვას ამბიციური პუნქტიც. რადიო თავისუფლებას თავაზობს ნიმუშს, ადგილობრივ მედია საშუალებებს, ეხმარება რა მათ პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. შეიძლება პრეტენზიულად მოგეჩვენოთ და ამბიციურად, მაგრამ ჩემი აზრით სწორედ ეს ის პუნქტია, რომელიც ამართლებს რადიო თავისუფლების არსებობას 90-იან წლებში და ჩვენი საუკუნის დასაწყისში და მომიტევეთ, მაგრამ დღემდე. პროფესიონალიზმი ეს არის ალბათ ის, რითიც ნამდვილად ამაყობს რადიო თავისუფლება, ასე რომ მას დღემდე აქვს გარკვეული თვალსაზრისით საგანმანათლებლო მისია. მიუხედავად ამისა, მე მაინც შევეცდები ვიყო თვითკრიტიკული და რამდენიმე ნიმუშს შემოგთავაზებ სადისკუსიოდ. ნიმუშს საკითხს რომის გადაწყვეტა ჩემი აზრით არც ისე ადვილია. პირად მაგალითს გავეხსენებ. მაგალითად რომ ავიღოთ ისეთი გადაცემა, როგორც არის წითელი ზონა, რომელიც რადიო თავისუფლების ეთერში გადის. საბედნიეროდ, ასე თუ ისე მაინც ამ შემთხვევაში საბედნიეროდ ეს გადაცემა არ გადის პირდაპირ ეთერში, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გადაცემა გავიდეს ზუსტად იმ მეტრაჟით, რა მეტრაჟითაც მოხდა ჩაწერა, ანუ არ გამომონტაჟოთ ის. მაგრამ მაგალითად გადაცემის პროცესში თქვენ გადაცემის სტუმარი გეუბნებათ ასეთ ფრაზას. ოგონი ბავშვები ეს იგივეა, რაც ბოლშევიკები. და თქვენ გძნობთ, რომ სტუმართან უნდა დაიწყოთ დისკუსია, რადგანაც ჩემი აზრით ეს არაკორექტული ფრაზაა, ესე ბილად ვთქვათ, არაკორექტული. მაგრამ პრობლემას ქმნის ის, რომ ეს გადაცემა არ არის დისკუსია, ანუ წამყვანი შედის უკვე თავის სტუმართან დისკუსიაში და თემა, რომელსაც ის მიმოიხილავს, ფაქტურად რჩება გარეთ. რა უნდა ქნას ამ დროს წამყვანმა, როგორ უნდა წარმართოს დისკუსია, ეს ძალიან რთულია. შეიძლება მან უნდა წინასწარ იცოდეს ვინ არის მისი სტუმარი და მისგან ყველაფერი ასეთად მოსალოდნელია და ამისთვის მოეცადოს, კი ბატონო, ეს შესაძლებელია, ან უნდა იყოს ისეთი ოსტატობა, რომ ერთი ან ორი ფრაზით შეძლოს უპასუხოს სტუმარს.
ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ სტუმარს უთქვამს კიდევ უფრო რაიმე სიძულვილის ენით, როდესაც მაგალითად წამყვანი უბრალოდ სტუმარს აგდებს სტუდიიდან, ან უბრალოდ გადაცემა ეთერში არ გადის. საბედნიერო რომ ასეთი არ ყოფილა, მაგრამ რადგანაც ღია ეთერი არის, რადგანაც სტუდია ღიაა და რადიო თავისუფლება პრინციპში ხელს უწყობს იმას, რომ ყველას დაეთმოს მიკროფონი, აქ იქნება ხოლმე პრობლემა, რომ რა უნდა გააკეთოს ამ დროს წამყვანმა და აი საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევა ამ მხრივ არის ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და სადისკუსიოდ არის ძალიან საინტერესო. და ბოლოს ვიტყვი, რომ როდესაც ჩვენ საიტზე პირველად გამოქვეყნდა ბლოგები, კომენტარების გაკეთება იყო აბსოლუტურად თავისუფალი, ანუ ყველას შეეძლო გაეკეთებინა კომენტარი, რა თქმა უნდა შემდეგ ის კომენტარი, რომელიც ჩვენს პოლიტიკას, ჩვენი რადიოს პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, იშლებოდა, თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ 24 საათი იდო საიტზე და ადამიანები ამას კითხულობდნენ და დისკუსიაც კი დაიწყო. მე მართალი გითხრათ, არ ვიცი, მარინას უკეთესად ეწოდინება, ეს როდის გაუქმდა ეს სისტემა, უბრალოდ ვისი წინადადებით გაუქმდა, მაგრამ დღეს ამის გაკეთება ჩვენ საიტზე შეუძლებელია, ადამიანები უნდა დარეგისტრირდეს თავისი სახელით და გვარით და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს მას საშუალება, რომ გამოაქვეყნოს კომენტარი. და ბოლოს მაინც ვიტყვი იმას, რომ ჩემი აზრით რადიო თავისუფლება გააგრძელებს ამ განმანათლებელ ასე ითქვას მისიას. ეს არა იმიტომ, რომ ჟურნალისტი განმანათლებლები მუშაობენ რადიო თავისუფლებაში, არამედ იმიტომ, რომ ყოველი ჩვენგანი თავად გადის ამ ტრენინგებს, სანამ რადიოში დაიწყებს მუშაობას პრაღაში, ზოგი არა მარტო პრაღაში და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით ეს წევს რადიო თავისუფლების ჟურნალისტების პროფესიონალიზმს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ხოლმე ამ ტრენინგებზე, NGO ტრენინგებზე, ჩემი აზრით ეს ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც ამ აუდიტორიაში ხარ, რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი რო იყოს, მით უკეთესი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ქართული მედიის. დიდი მადლობა. შემდეგი კონექსველი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა, მე მქონდა პატივი მაშინ ყოფილიყავი და ეს ძალიან მიხარია, რომ ჟურნალისტების კარტია ნამდვილად რეალური მექანიზმად გადაიქცა, რომელიც საქართველოში ეთიკური ჟურნალისტიკის და პროფესიული დამკვირვებლობას უწყობს ხელს. თხოვთ დავით გიაშვილს გვესაუბროს თავის ორგანიზაციის საკითხებში. გამარჯობათ. პირველში ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვისაუბრე თქვენთან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესახებ და უფრო ძელი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ ორგანიზაციის შესახებ. მით უმეტეს ვფიქრობ, რომ როდესაც საუბარია ეთიკურ მედიაზე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ირჩევს. სანამ უშუალოდ ორგანიზაციაზე ვისაუბრები, ალბათ მიზანშეწონილია გავიხსენო ის პერიოდი, თუ რა უძღოდა წინ ამ ორგანიზაციის შექმნას. ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტი, თავისი საქმიანობის დროს არ არის დაცული პროფესიული გადაცემისგან, ხო? ძირითადად ეს უკავშირდება არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, დისკრიმინაციულ გამონათქვამებს და ასე შემდეგ. გადაცემებს შესაბამისად ჭირდება რეაგირება. როგორია ეს რეაგირების მექანიზმები თანამედროვე მსოფლიოში? ძირითადად არის ორი სახის რეაგირების მექანიზმი. ერთ შემთხვევაში გვეუბნება სახელმწიფო, როგორც დამჯერდი აპარატი, კერძოდ მას სისხლის სამართლის კოდექსში არის ისეთი მუხლები, როგორიცაა ცინის წამება, შუღლის გაბრუება ეთნიკურ რელიგიურ საფუძველზე, და თუკი პროკურორი ან დაინტერესებული პირი ჩათვლის, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა ან შუღლის გააბრუება, მიმართავს იგი სახელმწიფოს და სახელმწიფოს ჯის ჟურნალისტს. ეს რა თქმა უნდა ისეთი მექანიზმები დამახასიათებელია ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებიც დემოკრატიის მაღალი დონით ვერ დაიკვირა. მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩვენი მეზობელი ქვეყნები მოვიყვანენ მაგალითად, სადაც ძალიან ხშირად იყო ეს მექანიზმები გამოყენებული ზოგადად ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც არ აწყობდათ ასე ვთქვათ სახელმწიფოს. გარდა ამისა, უკვე დასავლური მიდგომა, ევროპული მიდგომა არის თვით რეგულირება. როდესაც ჟურნალისტები თავად იკრიბებიან ჩამოყალიბებულ პრინციპებს, რომელიც მათი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი
ჟურნალისტურ საქმიანობაში და თვითონ უწევს მონიტორინგს მათ მიერ ამ პრინციპების დაცვას. ძალიან დიდი ხნის ისტორია ამ მექანიზმის ევროპაში, ბრიტანეთის პრესის საბჭო 100 წელზე მეტი ხანი რაც ფუნქციონირებს და ალბათ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებიდან გამომდინარე იმ კურსიდან რომელიც ჩვენ გვაქვს და ვიდა რომ გქონდეს მიზანშეწონილი იყო რომ მსგავსი ორგანიზაცია შექმნილიყო საქართველოშიც. შესაბამისად პირველ რიგში ამის სახელმწიფო გადადგა ნაბიჯი და ცილის სწავლება როგორც ასეთი მუხლი დანაშაულის სახე გააუქმა და შემდგომ ამისა 128-მა ჟურნალისტმა 2009 წლის 4 დეკემბერს დააფუძნა ჟურნალისტური ეთიკის ქარტა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტის დაფუძნებისას ისინი შეთანხმდნენ 11 პრინციპზე, რომელიც სახელმძღვანელო უნდა იყოს თითოეული მათგანისათვის. ეს პრინციპებია, რომ გადამოწმებული ინფორმაცია გავრცელდეს, დისკრიმინაცია იქნას აცილებული თავიდან, მოზარდების უფლებები იქნას დაცული და ასე შემდეგ. საგულისხმო რომ ფაქტურად არ გახსენდება არც ერთი პრეცედენტი, როდესაც ჟურნალის მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ქარტიის წევრი, ზოგადად გაეპროტესტებინა ამ პრინციპების სავალდებულო ძალით. უბრალოდ როდესაც არ წევრიანდებოდნენ, ამბობდნენ რომ მე ისედაც ვიცავ ამ პრინციპებს. მოკლედ ქარტიას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი და ძალიან მნიშვნელოვანია 9 კაციანი საბჭო, რომელიც ყოველ წელს 1/13 განახლდება. საბჭო იხილავს განცხადებებს დაინტერესებული პირების მიერ შემოსულ ნაწილს, რომელიც ეხება ამა თუ იმ ჟურნალისტის მიერ ჟურნალისტური ეთიკის რომელიმე პრინციპის დარღვევას. თავიდან იყო ესეთი სიტუაცია, რომ ქარტიაში დამარილებებელი დოკუმენტები უფლებას აძლევდა საბჭოს, რომ განეხილა მხოლოდ იმ ჟურნალისტების მიერ მიმართ განცხადებები, რომლებიც იყო ქარტიის წევრები. ან თუ შენ ქარტიის წევრი არ იყავი და დაარღვევდი ეთიკის პრინციპებს, შენს წინააღმდეგ განცხადება ვერ იქნებოდა შემოტანილი. ეს რეგულაცია მოქმედებდა 2013 წლამდე და ძალიან დიდი ართა სხვადასხვაობა იყო გამოწვეული. იმიტომ რომ გამოდიოდა, რომ პირი, რომელიც იყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი, დიდი ლუპის ქვეშ მუშაობდა და საბჭო აკონტროლებდა მის საქმიანობას. თუ კი დაარღვევდა შესაბამის გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი. პარალელურად ამის არსებობდა ძალიან დიდი ჯგუფი ჟურნალისტებისა, რომელიც უხეში დარღვევაც არ აქვია, ისე არღვევდნენ ეთიკის პრინციპებს და რჩებოდა რეაგირების გარეშე. და გარკვეულ ფუნქციას კარგობდა საბჭო და ვეღარ იყო ეფექტური მექანიზმი ეთიკური მედიისთვის ბრძოლაში. 2013 წლის დეკემბერში მიღებული იქნა გადაწყვეტილება და საბჭოს უფლება მიეცა, რომ განეხილა განცხადებები არაწევრი ჟურნალისტების მიმართიც. შედეგი სახეზეა, თუ კი გასული 3 წლის განმავლობაში სულ განხილული იყო 20 განცხადება, ხოლო წელს სექტემბერამდე, ან კიდევ დარჩენილია თვეები, შემოსულია 19 განცხადება და განხილულია 16 მათგანი. შესაბამისად, უკვე ქარტიის საბჭო უფლებამოსილია და შეუძლია ყველა სფერო დაფაროს ჟურნალისტიკას და იმსჯელოს, თუ რამდენად ხდება ამა თუ იმ ჟურნალისტის მიერ ეთიკური პრინციპების დაცვა. რაც შეეხება განცხადებებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბჭო ფუნქციონირდეს ეფექტურად საზოგადოების როლი. ან თუ კი განცხადება არ იქნება შემოტანილი საზოგადოების რომელიმე წევრის მიერ, საბჭო თავის ინიციატივით ვერ განიხილავს. და ალბათ ის რომ ასეთი ცოტა განცხადებები იყო შემოსული ამ წინა წელში, იმის ბრალი იყო რომ არ იყო ასე ვთქვათ პოპულარული და ცნობადი არ იყო. თავდაპირველად იყო ცოტა პარადოქსული ფაქტი, ჟურნალისტები ურჩიოდნენ ძირითადად ერთმანეთს. ერთი ჟურნალისტი წერდა განცხადებას, მეორე ჟურნალისტი გარკვეულ კლანურ ბრძოლას იმსგავსებოდა ჩემი პირადი აზრით. მაგრამ შემდგომ ამისა რაც დადებით მოვლენა შეგვიძლია მივიჩნიოთ, ძალიან გააქტიურდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის MPF, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგ საქმეებში შემოიტანა განცხადებები და საშუალება მისცა საბჭოს რომ ეჩივდა. განსაკუთრებით ეს ეხება დისკრიმინაციის შესახებ ბუქს და საბჭოს უფლება საშუალება მისცა რომ ფართოდ განემარტა დისკრიმინაცია და ეთქვა რომ ჟურნალისტი ვალდებულია რომ არამხოლოდ თავად არ განათლებს ისეთი განცხადებები, რომლებიც დისკრიმინაციულია, არამედ გაიმიჯნოს დისკრიმინაციულ განცხადებას და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. და ჩემთვის პირადად ალბათ თქვენთვისაც ყველაზე სასიხარულო ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო ორგანოების, მაგალითად საჯელახსოვრების სამინისტრო შემოიტანა 2 განცხადება, ეს ზეგვიხილავთ ალბათ მედიავასაძის განცხადებას ჯაბა ანალიზის და ირმასოიძის წინააღმდეგ, ან სახელმწიფო ორგანოებს უკვე მიმართავენ საბჭოს.
და ხშირ შემთხვევაში საბჭო წარმოადგენს სასამართლოს ალტერნატივას. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ რეალურად ესაც შეუძლია მიმართოს მოქალაქეს სასამართლოს და მოითხოვოს ან ფაქტების უგულებელყოფა, ან იმზიანი განსხვავება, რაც არასწორი ფაქტის გაჟღერებით მიადგა მას. მაგრამ პირად საუბრებში ისედაც ხშირად დაუფიქსირებია განცხადებას, რომ მისი თვითმიზანი არ იყო ჟურნალისტის დასჯა, არამედ თვითმიზანი იყო შეფასება. შესაბამისად, მან აირჩია არა სასამართლო, არამედ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საბჭო მხოლოდ შეფასებებს აკეთებს, განმარტავს და ადგენს სტანდარტებს, ექსპერტულ მოსაზრებებს აკეთებს და არ შეიცავს არავითარ სანქციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ჩამოყალიბდეს აზრისთვის რაღაც ახალგური სასამართლო ან დამჯერი მექანიზმი. არამედ საბჭო არის პროფესიონალებთან დაკომპლექტებული ორგანო, რომელსაც ისევე ჟურნალისტები ირჩევენ, რომელიც ხელს უწყობს ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას. პრობლემებსაც მინდა შევეხო რამდენიმეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემი აზრით და თითოეულ თქვენთაგან ჟურნალისტების და საზოგადოების სხვა წევრების გახმარება ჭირდება. პირველი ეს არის, რომ უნდა იაქტიუროთ და თუ კი თქვენ თვლით, რომ ამათული ჟურნალისტის მიერ დაირღვა ეთიკის რომელიმე პრინციპი, ერთთვის ვადაში მიმართოთ საბჭოს განცხადებით. რათა საბჭო მიმსჯელოს ამასთან დაკავშირებით და მეორე, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ პრობლემა არის გავრცელება ინფორმაციის თუ რა გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული სხვადასხვა გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, უმეტესად თქვენთან ვიცის ეს ფაქტი, ეს პრობლემა, მაგრამ არ იცის შედეგი თუ რა გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ და რატომ. ესაა მნიშვნელოვანი, ხო? რატო თქვა, რომ არასწორად იყო გავრცელებული ინფორმაცია, რატო თქვა, რომ დისკრიმინაცია იყო, რატო თქვა, რომ მოზარდის უფლება დაირღვა. საჭირო პოპულარიზაცია. რა თქმა უნდა, ეს საბჭოზე და ქარტიაზეა პირველ რიგში საჭირო მოხდეს გავრცელება გადაწყვეტილებების, უფრო საჯარო და ფართოდ ხელმისაწვდომი იყოს ხუმების შესახებ და ინიციატივა გვაქვს, რომ წევრ ჟურნალისტებს, წევრ გამომცემლებს დაევალოთ, რომ გამოაქვეყნონ სავალდებულო წესით ქარტიის გადაწყვეტილებები. ანუ რეზონანსის წინააღმდეგ განცხადება თქვენ რომ ასე ვთქვათ, არ გაგეუცელებინათ, შეიძლება ჩემს ერთ ბაინდერში ყოფილიყო, ან ჩვენ საიტზე როგორც თქვენ. მოკლედ კიდევ ერთხელ მოგიხდით მადლობას და ვიმედოვნებთ თქვენი დახმარებით ჩვენს ასევე ვიყენებთ ვიამაყებთ ქარტიის საბჭოთი წლების მერე და როგორც დღეს ამაყობს ბრიტანეთის პრესის საბჭო. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო მოხსენებებისთვის ყველას, რა თქმა უნდა, ყველა გამოსვლას და ეხლა აუდიტორიასთან აქვს საშუალება ჩაერთოს დისკუსიაში, კითხვების მორბით ან კომენტარების გთხოვთ. და უფლება მიეცა საბჭოს განხილვის სხვათა განცხადებები. აი როგორ მოხდა თუ დაწუნებით უფლება მიეცა ოძება ამისი არქებას. მოდი ჩემთვის მე პროფესიით იურისტი ვარ და ზუსტად კაზუისტიკური კითხვა და მიპასუხებ ზუსტად როგორც არის. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ქმედებები, რომლის საბჭოს უფლებამოსილებას განისაზღვრება შიდა მარეგლამენტირებელი დოკუმენტი, როგორც არის წესდები. ანუ თუ კი წესდები იქნებოდა შეზღუდული საბჭოს უფლებამოსილებად, მას არ განიხილა განცხადებები არაწევრ ჟურნალისტების მიმართ, საბჭო არ იქნებოდა უფლებამოსილება განეხილა ესეთი განცხადებები. ანუ იგი დაარღვევდა თავისივე წესდებს, რომ ცალკე არსებობს აქტის წარმოების წესი, რომელიც თავის პროცედურებს შეიცავს. შესაბამისად 2013 წელს გამართული საერთო კრების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება და წესდებაში ჩანაწერი, რომ მხოლოდ ჟურნალისტების, წევრი ჟურნალისტების მიმართ განიხილავდა საბჭო განცხადებები შეიცვალა და საბჭოს უფლებამოსილება მიენიჭა თავისივე დამფუძნებლების მიერ, რომ განეხილა არაწევრების მიმართ. ერთი მცირე ნიუანსი არსებობს, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რომ მაშინ რა განსხვავება იქნები ქარტიის წევრი თუ არ იქნები, ხომ? ერთი განსხვავება, რომ ქარტიის წევრის მიმართ განცხადება შეიძლება შემოიტანოს მასალის გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში, არაწევრის მიმართ შეიძლება შემოიტანოს მასალის გავრცელებიდან 1 თვის განმავლობაში და კიდევ თუ კი თქვენ ქარტიის წევრი ხართ, გაქვთ ხმის უფლება და შესაბამისად შეიძლება აირჩიოთ საბჭოში კანდიდატურა, ან თვითონ იქნებ არჩეული.
შესაბამისად უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა ქარტიის მუშაობაში. კიდევ რამე მოაქვს? საინტერესო თემი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება არაწევრი ჟურნალისტებმა. მისი გამოყენების ვალდებულება ისება ჟურნალისტების სკოლა. ზუსტად ეს აბრიშე რომ ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავაკისრებთ არაწევრ ჟურნალის გამოყენების ვალდებულებას, მაგრამ ჩვენ გვყავს წევრებად რედაქტორები, მედია საშუალების ჟურნალისტები და მათს შესაძლებელია რომ მათ დავაკისროთ, ვინაიდან ჩვენი წევრები არიან. თორე იმ ადამიანს, რომელიც ჩვენთან სახეშეკრულებულად დაფუძნებელი არ არის, მას ვერ დავავალდებთ. მეც დავამატებ, ანუ მე არ გულისხმობ მხოლოდ ქარტიის შემთხვევას, როდესაც ვთქვათ საზოგადოების ინფორმირებულობა არ ხდება დაშვებულ შეცდომაზე. ამ შემთხვევაში იგივე პრობლემაა და უფრო გლობალური მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შემთხვევაში. თუ ვთქვათ დაინტერესებულ პირს ეხება, ასეთ შემთხვევაში უნდა შეასწოროს. მაგრამ ვთქვათ, როდესაც ვაპარაკობთ მუსლიმებზე, საქართველოს ცხოვრებ მუსლიმებზე და უმეტად მიიღო რუსთავიორმა გადაწყვეტილება გაიზიარა, რომ მოხდა დისკრიმინაცია. რატო გექოთ? ანუ არ მოხდა ამის შესახებ, დაშვებული შეცდომის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა. ეს ზოგადად არის პრობლემა. ანუ ანგარიშვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის წინაშე, ანგარიშ უფრო ფართო საზოგადოების წინაშე. საზოგადოება არ არის ინფორმირებული, თქვათ, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის რეგულირების შესახებ. ჩვენ ვამზადეთ ორი კლიპი, რომელსაც თქვათ პრეზენტაციის დროს დაჯილდოების ნაწილში წარმოგიდგენთ, იმიტომ რომ საზოგადოებაც ჩაერთოს ამ პროცესში. ცოტა ელიტისტური არის, კრიტიკული ვიქნები ჩვენთან ყველაფერი მედიაც, სამოქალაქო სექტორი და უნდა გაფართოვდეს ეს წრე, იმიტომ რომ ანგარიშვალდებულება გულისხმობს საზოგადოების ჩართვას ამ პროცესში და თუ მედია შეეშალა, ეს განცხადება არ უნდა გექცდებოდეს მხოლოდ გამსაჩივრებელი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იოლად მივაგნებთ ვებგვერდზე, რომ თქვათ რუსთაველმა დაუშვა შეცდომა და რაც პირველ ეტაპზე კარგია. ისევე როგორც ქარტიის შემთხვევაში ქარტია მიიღო გადაწყვეტილება კარგია, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ საზოგადოებამაც გაიგოს ამის შესახებ, იმიტომ რომ ამითი პატივს ვცემთ მაყურებელს და ვცდილობთ ავედოთ მათ შეცდომაში შეყვანა, იმიტომ რომ ამოცანა არის, რომ გაუმჯობესდეს სტანდარტი და მომავალში უფრო მეტად ფრთხილად ვიქნებით, რომ არ დაუშვათ იგივე ტიპის შეცდომა და ამითი გავაუმჯობესებთ ხარისხს და ამითი გაიზრდება მედიაც და საზოგადოებაც. უპასუხე ბატონ დავითის კითხვასაც და კიდევ გამეორდები. ერთი არის წმინდა პროცედურული საკითხი, თუკი როგორც აღვნიშნე, ქარტიის წევრის მიმართ გამიხილავ განცხადებას 3 თვეა განცხადების ვალდებულება, თუკი ქარტიის წევრობა დაარღვია ეთიკის პრინციპი 3 თვის განმავლობაში შეუძლია მართოს განცხადებით, ხოლო თუ არაწევრმა დაარღვია მაშინ მასალის გამოქვეყნებიდან 1 თვის განმავლობაში ეს ასუთა პროცედურული საკითხი, რაც შეეხება ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვან განსხვავებას, როდესაც თქვენ თუ ხართ არაწევრი ჟურნალისტი, შესაძლებელია გარკვეული პრეტენზია გქონდეთ იმ საბჭოს წევრის მიმართ, რომელიც იხილავს თქვენს წინააღმდეგ განცხადებას, მაგრამ თქვენ თუ ქარტიის წევრი ხართ, თქვენ უშუალოდ მონაწილეობთ საბჭოს წევრების არჩევაში, მეტიც თავად შეგიძლიათ გახდეთ ქარტიის საბჭოს წევრი. ანუ ვერ გექნება ისეთი პოზიცია, რომ აი არ ვენდობი საბჭოს, ეს მე არ ამირჩევია და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საბჭოს წევრები შედგებოდნენ ისეთი ჟურნალისტებისგან, რომლებსაც აქვს დობის მაღალი ხარისხი და მანდატი, რომ მათ მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას მეტი სანდოობა და ლეგიტიმაცია ჰქონდეს. ეს არის ამგვარ მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეტი წევრი ყავდეს ქარტიას, რათა მათ შორის საუკეთესოები ხმების მიცემის, რა თქმა უნდა, შერჩეული იქნან როგორც ქარტიის საბჭოს წევრები. მადლობთ
არ არის კითხვები, მე თუ შეგიძლიათ კი ქალბატონთან. არის თუ არა მსჯელობა იმაზე, როგორ მოხდეს რეგულირება თუ ვთქვათ, დაექვემდებარა არის თვითრეგულირებას ეთიკური პრობლემები ციფრულ მედიაში, მაგალითად დამოუკიდებელი ბლოგერების ან სოციალური მედიის აქტივისტების მიერ, მაგალითად სიძულვილის ენის გამოყენება იქნება. ფიქრობთ თუ არა ამაზე თქვენ? ეს არის ესეთი გლობალური პრობლემა, რომლის რეგულირება ზოგადად ძალიან რთულია. ესეც ვთქვათ Facebook-ს და სხვა პროექტებს აქვს მოკიდების თემები, ბიოთექნოლოგია რაც ისაუბრებს ამაზე უფრო დეტალურად. გასაჩივრების მექანიზმი ამ თვალსაზრისით პრობლემა ალბათ ეზობრივიც იმიტომ რომ რთულია იმათთვის შეაფასონ ქოთელი და ბევრი მომხმარებლისგან გამოხდეს ვთქვათ ინფორმაციის მიწოდება იმისთვის რომ დაიბლოკოს, იმიტომ რომ 50-იანებზე ჰქონდა ესეთი შემთხვევა, რაც სირთულეს წარმოადგენდა. როგორ უნდა დარეგულირდეს მაგალითად მე არ მაქვს პასუხი, იმიტომ რომ დაბლოკვა ინფორმაციის, ფილტრაცია ინფორმაციის თუ ეს არის სარედაქციო პოლიტიკა, თვითონ მედია საშუალებულობა შეიძლება შეიმუშაოს, მაგალითად როგორც რადიო თავისუფლებას აქვს და არ გააცხოს, მაგრამ თუ ამას განვიხილავთ, ვთქვათ, სახელმწიფოს უფლებამოსილების ჭრილში, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტმა უშინ გააკეთა კომენტარი, თითქოს არსებობს რაღაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცხელი ხაზი, რომელიც გააკონტროლებს, შეურაცხყოფებს სოციალურ მედიაში. მეგონი არასწორი ინტერპრეტაცია იმ სტრატეგიის, რომელიც დაამტკიცა პრეზიდენტმა, იმიტომ რომ მე ჩავხედე სტრატეგიას და არაფერი მაგდაგვარი არ წერია, იქ არის მაღალტექნოლოგიური დანაშაულის, კიბერდანაშაულის აღმოფხვრაზე და ამაზე რეაგირებაზე. მეგონი არასწორი ინტერპრეტაცია, შემდეგ პანელზე ჩვენ მოწვეული ყავს მონაცემთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი და ის უფრო კვალიფიციური იქნება ამ თვალსაზრისით. თავისთავად სამოქმედო გეგმაში, რომელსაც აწერს ამჟამინდელი პრეზიდენტი ხელს და წინა პრეზიდენტმა დაამტკიცა კონცეფცია, არაფერი ამდაგარი არ წერია. ვფიქრობ, რომ უბრალოდ არასწორი ინტერპრეტაცია და არ იარსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცხელი ხაზი, რომელსაც დაევალება შეაფასოს შეურაცხყოფად, რომ ძალიან სუბიექტურია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. საუბარია მუხარა და შეურაცხყოფა, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად გამუხარა არის. ამაზე მე მგონი შემდეგ პანელზე ვიფიქრებ. მე მგონი დროს შემდეგი პანელის მონაწილეები მოვეცილოთ დავთვალოთ. დიდი მადლობა.